უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების თაობაზე. რექტორებთან, პროფესორ მასწავლებლებთან და სენატის წარმომადგენლებთან განათლების მინისტრის შეხვედრის შედეგებს მთავრობის მეთაური გივი მიქანაძისგან პირადად მოისმენს. 5 საათიანი დიალოგის ერთადერთი მიღწევა კოლეგიალური საბჭოს შექმნის გადაწყვეტილებაა, რომელშიც ორივე უნივერსიტეტის თანაბრად იქნება წარმოდგენილი. საბჭო უმაღლესი სასწავლებლების შერწყმის პროცესს გაუწევს კოორდინაციას. განათლების მინისტრი კი ვარაუდობს, რომ გაერთიანება ეტაპობრივად კოლეგიური მმართველობის პრინციპით წარიმართება და დაახლოებით 2 წელიწადს გაგრძელდება. ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე განათლების მინისტრთან შეხვედრა დახურულ ფორმატში თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ მასწავლებლები და სენატის წევრები ესწრებოდნენ. მხარეების შეფასებით დისკუსია აქტიური და მრავალმხრივი იყო. განხილული იქნა გაერთიანების სხვადასხვა მოდელი და ის პირობები, რომლებიც უნივერსიტეტების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. შეხვედრის მთავარი შედეგი საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება გახდა. აღნიშნული საბჭო უნივერსიტეტების შერწყმის პროცესს უხელმძღვანელებს და მასში ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროპორციულად ჩაერთვებიან. ასევე განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ინჟინერ-მეცნიერებიც მიიღებენ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენის მხრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მოახსენა და უთხრა, რა გადაწყვეტილებას გუშინ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭომ, ფაკულტეტების საბჭოებად და ასევე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და წარმომადგენლობითმა საბჭომ. ჩვენ იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში და საზოგადოება ვიცოდოს, რომ გაგრძელდება დიალოგი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით უმაღლესი განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არ შექმნის საფრთხეს ტექნიკური და საინჟინრო პროფილის მიმართულებებისთვის. მინისტრის განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესი 2 წელს გასტანს და ამ პერიოდში შეიქმნება რამდენიმე მსხვილი აკადემიური სკოლა, მათ შორის საინჟინრო ტექნიკური მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკოლა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანების პროცესი ეტაპობრივად და კოლეგიალური მმართველობის პრინციპით წარიმართება. მისი თქმით, არ შეიზღუდება უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლება და რეფორმის მიზანი რესურსების გაძლიერება და განათლების ხარისხის ამაღლებაა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2 წლიანი გარდამავალი პერიოდი უნივერსიტეტებს ცვლილებებთან მშვიდად ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული წინადადება, შეთავაზება. დავიწყოთ ეს რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა ისიერად და რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც 2 წლის 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც აი ამ რეფორმის პროცესისთვის მთლიანად გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე ყველა პოზიცია შეაჯეროს. ცალკე ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის საკითხსაც. გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად ვერ პასუხობს. ახალი საუნივერსიტეტო სივრცეების ამოქმედების შემდეგ არსებული შენობების ნაწილი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო. თუმცა დედაქალაქში ისტორიული კორპუსების შენარჩუნდება და სასწავლო პროცესიც გაგრძელდება. ამასთან უკვე დაწყებულია დაგეგმარებითი სამუშაოები თბილისსა და რუსთავშორის ტერიტორიაზე, ასევე ქუთაისში, სადაც უახლოეს წლებში სრულიად ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აშენდება. ფაქტურად დაწყებულია ის პირველი პროცესები, რომელიც თბილისსა და რუსთავშორის, რუსთავთან უფრო ახლოს ტერიტორიაზე საპროექტო და დაგეგმარებადი
განსხვავებით ნაწილს მოიცავს, ისევე როგორც ქუთაისში. ჩვენი აქცენტი არის, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული კორპუსები აუცილებლად შენარჩუნებული იყოს, ოღონდ შენარჩუნებული იყოს არა მარტო იერსახის კონტექსტში, არამედ იქ ის სასწავლო პროცესი გაგრძელდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პროფესორები და სენატის წევრები აცხადებენ, რომ დიალოგის გაგრძელება თავად პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. მათი თქმით, სახელმწიფოსა და აკადემიურ წრეებს შორის კომუნიკაცია არ შეწყვეტილა, თუმცა ემოციური ფონიც მაღალი იყო. ორი ისტორიული უნივერსიტეტის ერთ სტრუქტურად გარდაქმნა მათთვის მძიმე და სენსიტიური საკითხია. მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა იმის, შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ანუ ჩვენც რაღაც ვიფიქრებთ, რაღაც შეჯერებულ ვარიანტზე, თქვენც იფიქრეთ, რაღაც ახალი ნაბიჯების გადადგმის შანსი გააჩნია. იყო ძალიან საქმიანი, ძალიან ასე თუ ჩამოყალიბებული, მათ შორის ემოციური ნაწილიც ჰქონდა ამ დღევანდელ შეხვედრას. გამოვედით შედეგით, რომელიც არის შედეგი. დიალოგი გრძელდება, კარი არ დახურვა. უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ დისკუსიებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია და მისი ხარისხობრივი გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა. პრემიერის თქმით, რეფორმის გადახედვა არ განიხილება და ყველას მოუწოდებს გვერდზე გადადონ სუბიექტური ინტერესები ქვეყნისა და ახალგაზრდების ინტერესების სასარგებლოდ. ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით ზადვართ ბუნებრივია სასაუბროთ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც ზადვართ ბუნებრივია შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება. ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა. ორ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაერთიანების საკითხზე მსჯელობა გრძელდება. პროცესში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. მანამდე კი განათლების რეფორმა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სადისკუსიო თემად რჩება როგორც აკადემიურ წრეებში, ისე საზოგადოებაში.